მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განახებთ მკერდის საუკეთესო ვარჯიშებს, რომელიც შეგიძლიათ რომ ჩასვათ თქვენს ვარჯიშებში და მიიღებთ საუკეთესო შედეგს. ასევე განახებთ ყველა იმ შეცდომას, რომელიც არ უნდა დაუშვათ. ეს არის bench press-ი, დამწყებისთვის ცოტა რთული ვარჯიში არის, ამიტომ შეგიძლიათ რომ ტრენაჟორზე გააკეთოთ, რომელსაც აუცილებლად განახებთ. თუ არა და შეგიძლიათ რომ ეს ვარჯიშიც გააკეთოთ. მე განახებთ ახლა სისწორეში როგორ გავაკეთეთ ეს ვარჯიში. აუცილებლად ხელები იყურება მხრების სიგანეზე, სადღაც 90 გრადუსი გვაქვს შეკრული. ფეხები მყარად გვიდევს, საჯდომი აუცილებლად არ იწევა ჰაერში და აუცილებლად დაფიქსირებული არის და ბეჭები უნდა შევკრათ უკან, ხო და ქვემოთ ჩამოვწიოთ. ავიღეთ წონა, გადმოვიტანეთ შუაში, ისე რომ მკერდის თავების გასწვრივ ჩამოვიტანოთ წონა. მუშაობისას იდაყვი იყურება შუაში. მკერდი მაღლა არის, მხრები აუცილებლად დაბლა არის დაშვებული და მაქსიმალურად თანაბრად ჩამოგვაქვს წონა. მაჯას რაც შეეხება, რაც უფრო დახრილი იქნება თქვენი მაჯა, მით უფრო მეტი დატვირთვა წამოვა ტრიცეპსზე და არაკომფორტული იქნება გასაკეთებლად. ამიტომ მაჯა გავასწორეთ, რომ ხელის ბალიშებით ჩამოვიტანოთ ეს კონკრეტული წონა და მივაწვეთ ანალოგიურად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხელები არ გაგაჩნიათ და აკეთებთ ამ ვარჯიშს მხოლოდ თქვენი მკერდის ხარჯზე და იმისთვის რომ მხრის სახსარი მინიმალურად ჩაირთოს, ამისთვის აუცილებელი არის რომ მხრები იყოს დაბლად დაშვებული, ბეჭები შეკრული, მკერდი მუდმივად ზემოთ იყურება და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მიწოლა მოხდეს მკერდის ხარჯზე. ეს კონკრეტული ვარჯიში დატვირთავს თქვენ დიდ მკერდს. გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე, რომელიც უფრო მარტივი შეიძლება იყოს დამწყებთათვის. ეს არის სმიტის ტრენაჟორი, სადაც ვაკეთებთ ზედა ნაწილისთვის მკერდის ვარჯიშს. შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც ჰანტელებით, ასევე bench press-ზე, რომელიც 45-30 გრადუსზე იყურება. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ მონაკვეთში, ხო? სმიტის ტრენაჟორი შედარებით მარტივი არის და დამწყებთათვის შეიძლება უფრო მარტივი იყოს, იმიტომ რომ გეხმარება მოძრაობაში. ზედა მკერდისთვის ვარჯიში რო გავაკეთოთ, ხელები მხრების სიგანეზე იყურება კვლავ. იდაყვი ამ შემთხვევაში უფრო შიგნით იყურება, ვიდრე bench press-ზე სწორ ფლეთზე იყურებოდა, ხო? ავიღეთ წონა, იდაყვები ოდნავ შიგნით აგვაქვს და ჩამოვიტანეთ წონა. ზუსტად აი ამ ნაწილში ჩამოგვაქვს და ისე მივაწექით. მთელი ფაქტორი არის ის, რომ მხარი არ ჩაირთოს, ამიტომ სკამის გრადუსობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ დააყენებთ 45 გრადუსზე ზემოთ, აუცილებლად წინა დელტა ჩაირთვება. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ დააყენოთ 30 გრადუსი ან მაქსიმუმ 45 გრადუსი. პირადად მე გირჩევთ, რომ დააყენოთ 30 გრადუსი, რადგან ზედა მკერდზე მაქსიმალური დატვირთვა წამოიღოთ და მხარი თითქმის საერთოდ არ ჩაირთოს. თუ უფრო მაღალი გრადუსობა იქნება, მაშინ წინა დელტა აუცილებლად ჩაირთვება. ვინაიდან ტრიცეპსი დამხმარე კუნთი არის, აუცილებლად ხელები ისე გადაანაწილეთ, რომ არ იყურებოდეს ძალიან შიგნით. თუ ძალიან შიგნით იქნება, აუცილებლად ტრიცეპსზე წამოვა დატვირთვა. თუ ძალიან გარეთ იქნება ხელები, აუცილებლად მხრის სახსარზე წამოვა დატვირთვა. გადაწელვას რაც შეეხება ჰანტელებითაც, ჰანტელების შემთხვევაში ანალოგიური მუშაობა მიმდინარეობს, ოღონდ ამ შემთხვევაში უფრო რთული არის ბალანსი. ბალანსი იმისი, თუ სადამდე გადაწელავ მკერდს და წონები რამდენად მკვეთრად გეჭირება, ხო? იდაყვები აქაც 30 გრადუსზე შიგნით შემოვიდა. მკერდი მაქსიმალურად გადავწელეთ და მაქსიმალურად შევკარით ზევით. დარწმუნდით იმაში, რომ ჰანტელები ერთმანეთს არ მიეტყმევა, პატარა სივრცე დაუტოვეთ და ყოველთვის როგორც წინაზე ვთქვით, იფიქრეთ თქვენს კუნძზე და მაქსიმალურად მიწოლა გააკეთეთ მკერდის ხარჯზე და არა ხელების ხარჯზე. ამით მაქსიმალურ დატვირთვას მიაყენებთ თქვენ მკერდის კუნძს. გადავედით შემდეგზე. ეს კონკრეტული ჰამერი გვეხმარება დიდი მკერდის დატვირთვაში იდეალურად, როგორიცაა bench press-ის ვარჯიშისას. შედარებით რთული მუშაობა რახან არის ის, შეგვიძლია რომ დავიწყოთ ტრენაჟორზე ან ჰამერზე ამ კონკრეტული ვარჯიშის შესრულება. რა თქმა უნდა, თუ უკვე ვარჯიშობთ და სისტემატიურად ხართ დარბაზში, ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ ეს ვარჯიში ჩაანაცვლოთ bench press-თან, იმიტომ რომ შეგიძლიათ წონებს უფრო მოუმატოთ, აქცენტი მეტი გქონდეთ და უფრო მეტი გაწურვა გქონდეთ კუნძზე, ასე რომ თქვათ, მეტი სისხლი შევუშვათ და მოდი დავიწყოთ მუშაობა, ხო? რა შეცდომებს უშვებენ ამ მონაკვეთში და რა უნდა გამოვასწოროთ. მაქსიმალურად აწვევიან აი ასე, წინ შედიან ხოლმე, აი ამ ფაზაში. ეს არ გვჭირდება, აუცილებლად
ისევ როგორც თქვი, როგორც bench press-ზე, ხო? ბეჭები შეერთებული არის, მხრები უკან იყურება, ხელის აი ეს ნაწილები გვიდევს და თითები გვიკავია უბრალოდ რომ ფიქსაციაში ვიყოთ, ხო? მაგრამ მიწოლას ვაკეთებ ზუსტად აი ამ ნაწილით. მივაწექით, დავაფიქსირეთ, ნახე მხრები შიგნით არ შემოდის და მკერდი არ იმალება. მუდმივად ზევით იყურება მკერდი. შევკარით შიგნით, ჩამოვწელეთ. გადაწელვა რაც შეიძლება ნელია, რომ კუნთი რაც უფრო ნელა გადაიწელება, მით უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ რაც უფრო ჩქარა ჩამოვიტანთ, სახსარზე მით უფრო მეტი დატვირთვა წამოვა. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაწვეთ, დავაფიქსიროთ და ნელა გადავწელოთ. ეს კონკრეტული ვარჯიში საკმაოდ კარგად დაგიტვირთავთ მკერდის კუნთს. ეს არის პეპელა, ჩემი საყვარელი ვარჯიში, რომელიც აუცილებლად უნდა ჩასვათ თქვენს ვარჯიშებში, თუ ჯერ კიდე არ აკეთებთ ამ ვარჯიშს. პეპელა ტრენაჟორი გვეხმარება იმაში, რომ კარგად ვიყოთ დაფიქსირებული, არ დავიზიანოთ არაფერი, ამიტომ თუ დამწყები ხარ, იდეალური იქნება რომ ჩასვა შენს ვარჯიშებში. მკერდი აქაც ზევით იყურება, მუდმივად მკერდის ვარჯიშის დროს მკერდი იყურება ზევით. ხელებს რაც შეეხება, ნახე, ოდნავ მოხრილი არის სიდაყვები და შიგნით შემოგვაქვს და ხელი ბოლომდე იშლება აი ამ მონაკვეთში, ნახე. გადაშლისას ოდნავ მოხრილი გვაქვს იდაყვი, რომ სახსარი დავიცვათ, შიგნის შემოტანისას უკვე მაქსიმალურად ვტვირთავთ მკერდს, შიგნით ვაწვევით და გადაწელვისას მკერდს კარგად ვწელავთ. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც აქ უშვებენ, არის ის, რომ გადაწელვის თემაში შემოიტანენ და ძალიან სწრაფად ჩაშლიან, რაც სახსარს დატვირთავს და არა მკერდს. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ გადაწელვის ფაქტორი იყოს რაც შეიძლება ნელი. შემოტანისას მაქსიმალურად შიგნით შეკარით მკერდი და იდაყვი ბოლომდე ოდნავ მოხრილი დატოვეთ, რომ მკერდი კარგად დაიტვირთოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რა წონით მუშაობ, ხო? არ დახამდეთ და არ მოუმატოთ წონებს, ვაიმე ეგაა და მარტივი არისო და ეცით და ეცით არა. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ისეთი წონა აიღოთ, რომ 15 მაინც გააკეთოთ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული მუშაობა კარგად შეიყვანს სისხლს თქვენს მკერდის კუნთში. ამიტომ წონა აიღეთ ისეთი, რომელიც იქნება სამუშაო და თქვენი მუშაობა არ გამოიყურებოდეს აი ასე. ამ მონაკვეთში სახსარს და ხელს და მხარს უფრო დაიზიანებ, ვიდრე მკერდის კუნთს ავარჯიშებ. გაჭიმე ბოლომდე, ჩამოშალე, მიაწექი კვლავ. ჩამოშალე, მიაწექი კვლავ. ეს კონკრეტული ვარჯიში შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ჰანტელებით განგაშლის სახით, ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ crossover-ზე. პირველად ჩემთვის ტრენაჟორი უფრო ეფექტური არის, დაფიქსირებული არის წელი, დამწყებთათვისაც უფრო უკეთესი იქნება. ჰანტელებით როგორც თქვით, ბალანსის ამბავი არის და შედარებით რთული არის, ამდენად კარგად გადაწელავ, იმიტომ რომ შეიძლება სახსარი დავიზიანოთ. ამიტომ ჯერ თავიდანვე ნუ ჩასვავთ გადაშლას და რაც შეეხება crossover-ზეც შეგიძლიათ რომ ჩასვათ, მარტივი არ არის, მაგრამ არც ძალიან რთული არის. გრძნობელობით ანალოგიური ტიპაჟი არის, წონას არც იქ ვუმატებთ ზედმეტად, იმიტომ რომ კუნთი უნდა ვამუშაოთ და არა სახსარი. სულ ეს იყო, მაქსიმალურად შევეცადე რომ ძალიან მარტივად ამეხსნა კონკრეტული მუშაობები. იმედი მაქვს რომ კარგად გაიგეთ და ჩასვავთ თქვენს ვარჯიშებს და რაც თავარია, თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ, დამიწერეთ კომენტარებში თუ რა კითხვები გაქვთ, რომ ამ კითხვებს პასუხი გავცე და ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით!